17 წელს ვიყავი, როდესაც ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. დავიწყე დამხმარე მიმტანობით, შემდეგ უკვე გადავედი მიმტანად. როდესაც მიმტანად გადავედი, უშუალოდ კონტაქტი მქონდა ბართან. ძალიან მომეწონა თვითონ ბარის სტრუქტურა, ის თუ როგორ მუშაობდა ბარი. მოვინდომე რომ შემისწავლა ბარში მუშაობა, გამხდარიყავი ბარმენი. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ კარგად გამომივიდა და შეუთავსე ჩემ სამსახურს ის საქმიანობა, რაც მე ძალიან მომწონდა. ბავშვობიდან მქონდა რაღაც მიდრეკილება ამ ყველაფრისადმი, ამას რაც უფრო გავიზარდე და ჩამოყალიბდი, ნელ-ნელა უფრო და უფრო მივხვდი, რომ ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე რაღაც. მაშინ სტოიკას არ ვეძახდი, ალბათ უფრო რაღაც ხურბლს ვაკეთებდი, რომელიც მყოფდა სხვა ადამიანებისგან და ძალიან მსიამოვნებდა და მიხარობდა ხოლმე, როცა მოდიოდნენ ჩემთან და მეც ვითომ რაღაცებს ვყიდიდი, რაღაცებს ვაკეთებდი, ვაძლევდი. ალბათ ჩემ ქვეცნობიერში ეს ნელ-ნელა დაილექა და ბოლოს იმ დონემდე მივედი, რომ ბარმენობა და ბარისტოიკის აკეთობა ძალიან მომწონდა, მსიამოვნებდა და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული, ძალიან სასიამოვნოა. აქ შეგვიძლია აუკეთოს სტუმარს ისეთი კოქტეილი, ისეთი სასმელი, რასაც ის სხვაგან ვერ დალევს, ან სხვის გაკეთებას ვერ დალევს. ბარმენი, მარტო ბარმენი არ არის, ის არის აგრეთვე ფსიქოლოგიც. როდესაც სტუმარი დაგიჯდება ბარისტოიკასთან, შენ უნდა შეეცადო, რომ მას რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკო, ან რაც შეიძლება ბევრი ალაპარაკო ის. ამავდროულად ადამიანებს ეხმარები იმაში, რომ დაისვენონ, მიიღონ ის სიამოვნება, რისთვისაც ისინი მოდიან შენთან. აღარც ის დროა და აღარც ისეთი შეხედულებები აღარ აქვს დღესდღეობით ქართველებს, რომ ბარში მუშაობ და ასე შემდეგ. დღესდღეობით უკვე ნელ-ნელა იწყება ბარმენების, მიმტანების, მზარეულების დაფასება. მე პირადად ძალიან ბევრი ბარმენის მაკაცი მყავს, მეგობრები, რომლებთანაც ხშირად დავდივარ. ძირითადად ჩვენი საუბარი შედგება ხოლმე იმით, რომ ნახე მე აპუჩინოზე ახალი ნახატის გაკეთება ვისწავლე, ნახე როგორია, ნახე რა მაგარია. ძირითადად ამაზეა ხოლმე ჩვენი საუბარი. საუბრობთ აგრეთვე იმაზე, რომ რა შეიძლება კიდე ახალი გავაკეთოთ, რომელი ინგრედიენტს უხდება, რომელი შეიძლება რომ ერთმანეთს შევუთავსოთ. ამ დიდი უსასრულო ინფორმაციიდან უკვე გამომაგის ერთი და ის საინტერესო, რასაც მე ვთვლი, რომ არის გემრიელი და რაც ვფიქრობ, რომ ჩემს სტუმარებს აუცილებლად მოეწონება. ჩემი მიზანია, რომ გქონდეს საკუთარი რესტორანი, რომელიც იქნება ოჯახური სტილის, სადაც ვიმუშავებ თუნდაც მე, ჩემი ძმა, ჩემი და ჩემი მშობლები, სადაც უშუალოდ ჩვენ მივიღებთ სტუმრებს ისევე როგორც ოჯახში. გაუმასპინძლებით მათ ვაჭმევთ გემრიელ კერძებს, დავალევინებთ გემრიელ სასმელებს, მომსახურებით კარგად და ამით მათ თავს ბედნიერად ვაგრძნობინებთ და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. ჩემი საბოლოო მიზანი ესაა.